გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით გაბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. ყოველდღე ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით კერხერ საქართველოს ახალ მისამართზე და ჩვენი მასპინძელი ნიკოლოზ ბათირაშვილია. ნიკოლოზ, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა თქვენს. ხო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გაბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და მოვედით კერხერ საქართველოს ახალ მისამართზე. და მოკლედ დავათვალიერებთ როგორც ახალ შოურუმს, ასევე სამუშაო სივრცეს და მთლიანად კიდევ ერთხელ გავაცნობით იმ ფილოსოფიას, რომელიც ჯერ კიდე საუკუნის წინ დაიწერა და შესაბამისად ის უკვე დიდი ხანია იმპლემენტირებული არის საქართველოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მასპინძელი არის ბატონი ნიკოლოზ ბათირაშვილი. ნიკოლოზ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და მასპინძლობისთვის. პირველ რიგში მე მინდა ახალ სივრცეზე გკითხო, იმიტომ რომ ძალიან კარგი სივრცეა და ნახავს ჩვენი მაყურებელიც ვიზუალიზაციას. საბოლოო ჯამში მე მაინტერესებს ძირითადად რა კომპონენტებით, რა მიმართულებებით არის დაკომპლექტებული ახალი სივრცე, ძალკე არის შოურუმი, ფანტასტიკურად მოწყობილი, სამუშაო სივრცე ასევე, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ძალიან კარგი პრინციპით არის აგებული და აქ კედლებზე ვხედავთ ძალიან ბევრ საინტერესო სლოგანსაც. და დარბაზი, სადაც აქ ვართ, მოკლედ ესეც კონკრეტული სახელობითი დარბაზია. ხო, ეხლა რაღაცა დავასპოილერე ჩვენი მაყურებელი, მაგრამ გვიანბე მოკლედ, აბა, როგორია ახალ მოსახლეობა. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის, სანდრო ბატონო. ნიკოლოზ ბათირაშვილი, განათლება წმინდა პატრიკის კოლეჯი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, რიჩმონდის ბიზნეს სკოლა, საქმიანობა კერხერ საქართველოს მმართველი პარტნიორი. ჩვენთვის ყოველთვის პატივია თქვენთან საუბარი და მივესალმები ფორმატს, რა ფორმატიც გაქვთ არჩეული შენობით ბიზნესთან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საუბარია ღია საუბარზე, კომუნიკაცია ბიზნესთან ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ და ესეთი გამჭვირვალება მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ძალიან გამჭვირვალეა და ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ უმასპინძლოთ ნებისმიერ ბიზნეს წარმომადგენელი იქნება თუ მეგობარი. მზად ვართ ღიად ვისაუბროთ და დავათვალიერებინოთ ჩვენი ახალი ოფისი. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ სივრცეს, რა თქვენ ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახალი ფურცელი კერხერ საქართველოს ისტორიაში, რაც გადაიშალა გერმანიის დახმარებით, მოგეხსენებათ მათი დახმარების გარეშე და მათი ფინანსური დახმარების გარეშე და ამ ინვესტიციით შეუძლებელი იქნებოდა ამ ინვესტიციის განხორციელება და რატომ აკეთებს ამას გერმანია, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ხედავს პოტენციალს ბაზარზე, ხედავს როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა და ხედავს თუ როგორ აითვისა ბაზარმა და როგორ აუღო ჩვენმა მომხმარებელმა ამ ახალ ტექნოლოგიას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ამ ინვესტიციის განხორციელება. რაც შეეხება უშუალოდ ახლა ჩვენს გადმოსვლას ამ ახალ ფილიალში არ ნიშნავს უბრალოდ შევიცვალეთ ლოკაცია. ეს ნიშნავს გაერთიანებულ გუნდს, ეს ნიშნავს მეტ პროდუქტიულობას, ეს ნიშნავს ბევრ პროცესების დაჩქარებას, იმიტომ რომ აქ ერთ ჭერ ქვეშ არის მოთავსებული სათავო ოფისი, მოთავსებული არის მაღაზია, თავისი შოურუმი თავისთავად და მოთავსებულია სერვისი. ეს ყველაფერი იყო ცალკე ფაქტიურად ბელიაშვილის ქუჩაზე. სერვისი ცალკე იყო, ჩვენ მაღაზია ცალკე და პროდუქტიულობა მეტად
მეტნაკლებად ვერ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ ეს კონცეფცია არის გადმოღებული ევროპიდან, იმიტომ რომ ევროპაშიც ასეთი განლაგებით არის წარმოდგენილი ყველა წარმომადგენლობა კერხერის ოფიციალური და იგივე გვინდოდა ჩვენ საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ ახლა განლაგებას და სახელს მოგეხსენებათ, აქ ყველაფერი სლოგანი ალფრედ კერხერის მიერ არის წარმოთქმული, მისი ფილოსოფია არის თავიდან ბოლომდე, რომელიც 91 წლის წინ ამ ადამიანმა თავის ოჯახის წევრებთან ერთად გააჟღერა, დათესა და იმას ფაქტობრივად ვიმკით დღეს ჩვენი წარმომადგენლობის სახით. ხო, ამ სივრცის სახელი არის ალფრედ კერხერის შეხვედრების ოთახი და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გვექნება კიდე ირენა კერხერის შეხვედრების ოთახიც, იმიტომ რომ ეს ორი ჰედი და თავი და ფუნდამენტი ფაქტიურად ამ კომპანიის ეს ორი ადამიანი იყო ფუძემდებელი, რომელთაც ძალიან უყვარდათ თავისი საქმიანობა, რასაც ისინი აკეთებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ნიკო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის. ეხლა ჩვენი სხვადასხვა ფორმატებიდან, რა თქმა უნდა და ზოგადად იმ კონტრიბუციიდან, რაც გლობალურად კერხერს გააჩნია, მომხმარებელი, ლოიალური მომხმარებელი, რომელთა რიცხოვნობაც ყოველთვის მზარდია, ძალიან კარგად იცნობს კომპანიას, მის პრიზმას, მის ძირითად ფილოსოფიას და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი საუბარი ძალიან შენობით ბიზნესურია და შესაბამისად, მე მინდა რომ დღეს ავაგოთ თავიდან ბოლომდე ფილოსოფიაზე და იდეაზე, ასე ვთქვათ, ხო? და მე მინდა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე ატარებს საგანმანათლებლო შემეცნებით ელემენტებს და ბიზნესურ პრიზმაში, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფილოსოფიას, რა ფილოსოფიით დაფუძნდა კომპანია და შემდეგ უკვე 10 წლების მერე რა ფილოსოფიით შემოვიდა ის რეგიონში, საქართველოში. ამისთვის ჩვენ დღევანდელ ჩვენ დიალოგში ბევრ ალეგორიასაც გამოვიყენებთ, ბევრ შესატყვისაც გამოვიყენებთ და ძალიან მინდა რომ ბევრი პარალელიც გავავლოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, დღეს მინდა რომ რაღაცნაირად სამეწარმეო სულისკვეთებას ვაზიაროთ ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებელი. ამიტომაც მოდი გავყვეთ იმ ფილოსოფიას, რა ფილოსოფიით მოდის გლობალურად კომპანია და რა ფილოსოფიით შემოვიდა ის საქართველოში. მადლობა კითხვისთვის, სანდრო. კი, ნამდვილად, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სამაგალითო კომპანია დღეს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, რომელიც ფილოსოფია ამოძრავებს. ანუ ჩვენ ვეძახით ამას ღირებულებებს, რომელიც ღირებულებაც ჩვენთვის ფაქტიურად ყვითელი სისხლი არის ჩვენი თანამშრომლებისთვის, იმიტომ რომ მის გარეშე შეუძლებელი არის ნებისმიერი საქმე ან პროექტი იყოს წარმატებული, გამორიცხული არის. ამიტომ ამით იწყება და ამით მთავრდება ჩვენი ყოველდღიურობა და ეს არის ღირებულებები, რომელიც ჩვენმა დედა კომპანიამ შექმნა და მოგვაწოდა, ამაზე ტარდება ბევრი ვერქშოპი, ამაზე ტარდება, ამაზე მახვილდება მთელი აქცენტები ყოველდღიურად, რომ ამის გარეშე შეუძლებელი არის ჩვენ ვიყოთ წარმატებულები. ზოგადად პირველი სიტყვა არის ნდობა. ნდობის გარეშე ბუნებრივია ჩვენ ვერ ვიქნებოდით 95% წარმოიდგინეთ გერმანიის გარეთ ხდება ბიზნესი. ანუ 95% ბიზნეს საქმიანობის, სადაც დაიბადა, იქ ხდება მხოლოდ 5%, ანუ ბრუნვაზეა საუბარი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იქ იქმნება მთელი R&D დეპარტამენტი, იქ არის აქტიურად ჩართული და იქ იქმნება პროდუქცია, თუმცა დოვლაც ქმნის დანარჩენი სამყარო. ანუ 95% ეს ნამდვილი ციფრები არის, მოდის უკვე მსოფლიო მასშტაბით. ანუ წარმოიდგინე, რომ საქართველოში შეიქმნას ნებისმიერი რამე ბიზნესი და მხოლოდ 5% გენერირდებოდეს იმ ქვეყანაში, სადაც იქმნება. ანუ ამ დობის გარეშე და ამ ფილოსოფიის გარეშე, ამ პროცესების გარეშე, ამ თავისუფლების გარეშე შეუძლებელი არის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები. და ამიტომაც არის, რომ 11 წელი ამ კომპანიაში ვარ, ფაქტობრივად პირველივე დღიდან და მე ამ თავისუფლებას ვგრძნობ. მე ამ თავისუფლებას რო გრძნობ, ბუნებრივია, ჩემი გულანთებული კოლეგებიც, ეს 73 კოლეგა დღეს, რომელიც გუშინ წინ ფაქტიურად ვიყავით ამის ნახევარი,
იგივეს განიცდიან და იგივეს გრძნობენ. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატია, ჩვენთან არის სრული თავისუფლება, სრული პროცესები და ნდობაზე დაფუძნებული ყოველდღიური პროცესი. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ჩვენ თანამშრომლები ფაქტიურად ერთგულები ყავს, ჩვენთან ფაქტიურად გადინება არ არის და მოგეხსენებათ რეგიონში როგორ ფართოდ ვითარდებით. კი ბატონო. მე რეგიონის კონტრიბუციაზე და ზოგადად რეგიონის დივერსიფიცირებულ ხაზებზე აუცილებლად კითხავ, მაგრამ მოდი ერთ პატარა ეს მოკლე კითხვას დავსვავ. რა ქმნის ბრენდს? და აი ხა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ჩვენ უნდა ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვისწავლოთ აი ეს ინდუსტრიული მართვა უნდა ვისწავლოთ. და ფილოსოფიაც, რაც ამ შემთხვევაში ინდუსტრიულ მართვას მოყვება თან. და აი ხა გერმანია, ხო, აი მოდი ხა პატარა შემეცნებითი, ესე ვთქვათ, დიალოგი, კონტური შემოვიტანოთ ჩვენ დიალოგში. ნუ გერმანია ხა რეალურად არის ინდუსტრიული მექა. არა მარტო ლოკალურად გერმანიაში, არამედ რეალურად ის ბრენდები, რომლებიც გერმანიიდან მოდიან, ხა ეს 95%, რაც ახსენე, ხო, გერმანიის საზღვრებს გარეთ პოზიციონირება, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რეალურად გერმანიამ სოფლიოს შეუქმნა ბრენდები. ხო, იგივე არის კერხერი, ნუ აღარ მინდა სხვა გერმანული ბრენდები დავასახელო, იმიტომ რომ კერხერზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა მაგურებელი ხდება. ძირითადად რომელ ბრენდებზე გვაქვს საუბარი? ავიღოთ Mercedes-ი და ძალიან უამრავი ავტო ინდუსტრიაში ჩართული და არა მარტო ინდუსტრიაში, იგივე construction, ბევრი მიმართულება, სადაც გერმანელები ძალიან მაგრად პოზიციონირებენ და ეს არის საჩუქარი სოფლიოს, ასე ვთქვათ. რა ქმნის ბრენდს და ეხლა წეგან ახსენე და ცოტა ისე სინანულით მინდა ვთქვა, რომ ნეტა საქართველოს შექმნას ისეთი ბრენდი და კი ბატონო 5 კი არა 1% იყოს ჩვენთან და 99 იყოს სოფლიოსი, მაგრამ აი ცოტა გვიჭირს ჯერ აი ბრენდებად პოზიციონირება, ხო, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანას არ გვაქვს ჯერ სათანადოდ როგორც ბრენდი ისე დაპოზიციონირებული. გერმანული გამოსტინებით და შენი ბექგრაუნდით, იმიტომ რომ მარტო გერმანიას არ მოიცავს, შენი ბექგრაუნდი დიდ ბრიტანეთსაც მოიცავს, ხო? რა ქმნის ბრენდს? ანუ ვინ? ერთ სიტყვაში თუ ვიტყვით, მე ვფიქრობ დისციპლინა. დისციპლინა. იმიტომ რომ წინა ჩვენ ღირებულებებში, რომელიც დააპგრეიდდა, ეხლა იმიტომ რომ არ არის. აი გთხოვ გვიამბე რა, აი აქ არის მოცემული და აი თუ მე თუ მოიყვანთ ახლო კადრებს, მე ვფიქრობ საოცარი ყველაფრის მთქმელი არის თუ რა ქმნის ბრენდს და რა ქმნის, იმიტომ რომ კომპანია დგას აგერ passion ambition, ანუ ეს თუ არ არის ანუ ეს hierarchy რა ხვდებით ხო? ეს თუ არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ანუ top management-ი თუ არ არის აქ ის passion-ი, რასაც ქვია, გამორიცხული არის, რომ აქ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ანუ აი მეორე თუ დააკვირდებით არის დისციპლინა, ანუ დისციპლინა. ეს ქმნის იმ ბრენდს, რომელი ბრენდზეც დგას კომპანია და top management-იდან იწყება, რომ მაქსიმალურად ეს სპინის მაგას გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივად მოქმედებაში იმისთვის, რომ კომპანია განვითარდეს. ამიტომ ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, სანდრო, დისციპლინა, მოგეხსენებათ, გერმანული დისციპლინა არც ერთი წამი გვიან, ხო, არც ერთი და ამასთან ერთად ის უნარები, რომელიც მათ ვფიქრობ ბავშვობიდანვე აქვთ ჩაბეჭდილი და გათავისებული, რომ არ შეიძლება ყველაფრის სპეციალისტი იყო. ანუ მართლა მასი არის და მე ამას შევეხე, რომ არ შეიძლება პირობითად ექიმი იყოს ყველაფრის ექიმი. თუ არის ის ყელყურის ექიმი, არის ყელყურის ექიმი და მორჩა. იგივე არის, თუ არის ჩვენი პროდუქტ მენეჯერი, ანუ იმ პროდუქტის შემქმნელი არის მტვერსასუტის შექმნელი, ის ვერასოდეს და არასოდეს არ იქნება მოსახერხი აპარატის შემქმნელი. ანუ ამ დონეზე აქვს დაყვანილი და ოღონდ იქ არის ის სპეციალისტი უმაღლეს დონეზე. როგორც თეორიული განათლებით, ისევე პრაქტიკული განათლებით და უკვე ეხლა აგერ AI-ის დახმარებით უკვე გადამზადება მიდის მაღალ დონეზე, რომ ამ ადამიანებმა მაქსიმალურად აუწყონ ფეხი ამ განვითარებას. აი ეს მომწონს მე ძალიან. ოღონდ დისციპლინა არ მაღალი დონე ერთელს ატარებს დისციპლინაზე. აი, იცი რა მინდა კითხო, მე ვიტყვი თამამად ეხა არც თუ დიდი ხნის წინ სტუმრად იყავი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და სტუდენტების ძალიან დიდ რაოდენობასთან ქონდა შეხვედრა და ძალიან მიხარია რომ ეგ ვიზიტი შედგა და რატო? იმიტომ რომ აი ეს ამ შესაძლებლობებს მართლა ანთებული წამოვედი იქიდან. აი ხო, ეხა მოდი მაგის სიღრმეებს მოვყვეთ, ხო? მე თვითონვე როცა ვაკვირდებოდი აუდიტორიის ქცევას,
ჯერ აი კონკრეტულად ეს кейსი რომ მოიყვანე. და შესაბამისად მათი აზარტი თვითონ აი პასუხებთან დაკავშირებით. ეგ ერთი და მეორე. მე ამ თაობაში, რომლებიც 19-20 წლის ახალგაზრდები არიან, დავინახე დისციპლინური ნაპერწკალი, რომელიც არის. თუმცა სხვადასხვა ესე ვთქვათ, აი ძნელბედობების და გამო ჩემი აზრით აი ეს კომპონენტი არის სადღაც ჩაკარგული და ამიტომაც გვიჭირს მე დაპოზიციონირება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო მართვაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ამდენი წელია, ხო, ანუ ქართული ბრენდი, რასაც ქვია, აი მართლა ჭეშმარიტად ქართული ბრენდი ხარ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, ხო, ეხლა როგორ არ გვაქვს ქართული, კი გვაქვს ქართული ბრენდები, მაგრამ მე გულისხმობ აი ისეთ ბრენდებს, რომლებიც ჭეშმარიტად ქართულია. საუკუნეების წინ ხო გქონდა რეალურად ესეთი პრეფერენციები. ეს სადღაც დაკარგული არის. და აი მე მინდა მე მაგიტო ვახსენე ხა შენი ბექგრაუნდი, ერთია თვითონ გლობალური კომპანია მართო საქართველოში კერხერი. და მეორე თვითონ შენი ბექგრაუნდი იგივე დიდ ბრიტანეთში, ხო? ყველაზე დაბალი გოლებიდან გაქვს დაწყებული პოზიციონირება და აი მე მაინტერესებს, აი დღეს გვაქვს პერსპექტივები, რომ აი ეს დისციპლინური კომპონენტი საქმის წარმოებაში გადავიტანოთ. მე სანდრო საბერძნულება დამრჩა, რომ ჩვენ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. პირველი, იმიტომ რომ ქვეყანა საშენებს ვინ? ხო, საზოგადოება აშენებს. ხო, არ შეიძლება რომ ერთ ადამიანს ან ორ ადამიანს დავაბრალოთ რაღაც, ხო? არ გადავართ ახლა პოლიტიკურ ამბავში, არაფერ შუაში არ არის. ჩვენ ინტერესის ჩვენ ქვეყანას აშენებს საზოგადოება და ამ საზოგადოების ნაწილი ვართ ჩვენც, ხო? მე როგორც ერთ-ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნის გულშემატკივარი 90-იანებში მე როცა ვიყავი სტუდენტი, საქართველოში არ ყოფილი ვარ მე სტუდენტი, ვიყავი ინგლისში, იქაც ვისურვებდი და ვოცნებობდი, რომ მოსულიყო ლექციაზე ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელი. ეს არის ფუფუნების საგანი, მე ვფიქრობ და ძალიან კარგი იქნებოდა. თუმცა დღეს რეალობა შეიცვალა და იქაც ხდება და საქართველოშიც ბუნებრივია ამ ბიზნესების მოსვლა, ბიზნესმენების მოსვლა, გაცვლა ინფორმაციის და გაზიარება იმ ცოდნის და გამოცდილების, რასაც ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით, ხო? ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობას საქართველოში აქვს დღეს ზღვა პოტენციალი და ზღვა რესურსი, წვდომა ახალ ტექნოლოგიებთან, წვდომა ბიზნესთან და წვდომა საინფორმაციო ველებთან, ხო? ნებისმიერი თემა შეგიძლია ისწავლო ამ ერაში. მაშინ როცა 90-იანებში ეს გამორიცხული იყო, ხო? უნდა გვეძებნა სადღაც წიგნები დაწერილი და ასე შემდეგ. ანუ დღეს ძალიან მიხარია, რომ რა ჭირდება ახლა ახალგაზრდობას, ჭირდება ეს ანთება, გაზიარება, მეტი პოზიტივი, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია და кейსები. ანუ საუკეთესო кейსები არის დღეს საქართველოშიც და არა მარტო, რომელიც შეგვიძლია გაუზიარო და ერთ-ერთი მაგალითი გვინდა ვიყოთ ჩვენ. ზუსტად მაგას ვიძახდი უნივერსიტეტშიც და აქაც გეტყვი სანდრო, რომ არ უნდა დავიზარო და ვიყოთ მაგალითები. არ უნდა ვიყოთ სადღაც ჩარჩოში, უნდა ვიყოთ თავისუფლები და მაგიტომ შევქმნით ეს სივრცეც, რომ მინდა რომ სტუდენტებიც მოვიდნენ აქ, რომ რაღაცას მაინც გაიგებდნენ, სადღაც რაღაც აენთებათ, იმიტომ რომ მე ეს საშუალება არ მქონია, მე პირადად არც ჩემი გამოცდილებით, აგერ არაერთ უნივერსიტეტში ხარ ნამოღვაწარი სანდრო და ინგლისშიც ხარ შენ და როგორი იყო მაშინ 20 წლის წინ ინგლისი და როგორია დღეს პირობითად ხო საქართველოზე აღარ არის საუბარი იმიტომ რომ ფაქტიურად 90-იანებში არც იყო საერთაშორისო ბიზნესი მე არ მახსენდება ისეთი რომ მიეცა მაგალითი ხო რამდენი ჩვენ სამაგალითო პროექტები გვაქვს განხორციელებული CSR-ების კუთხით და ასე შემდეგ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საზოგადოებაც სტუდენტები ასევე რომ ახალთაობას მიეცეს საშუალება რომ ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს პირველი ბიზნესის კეთება ძალიან შესაძლებელია კიდევ ვიზახი არ ვართ ახლა შეიძლება მოწინავე ევროპულ ქვეყანებთან ჩვენი GDP-ით, მაგრამ მაინც გამოირჩევა ქვეყანა იმით, რომ ძალიან ინოვაციური მიდგომები აქვს ბიზნეს და ასევე სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ დღეს მართლა არის მოწინავე პოზიციაზე ease of doing business-ში საქართველო. ამიტომ ეს ხელშესახები არის და ამას უყურებს გერმანიაც. კი ბატონო. ამიტომ ძალიან მიხარია რომ ძალიან დიდი მადლობა შენ ძალიან საინტერესო პასუხისთვის და
ეხლა მოდი კიდე ერთი კომპონენტი შემოვიტანოთ ჩვენ დიალოგში, ხო? ეხლა პირდაპირ ლინკები მინდა უკვე გავავლო კერხერთან, თუმცა შორს არ წავსულ ვართ ჩვენ დიალოგის განმავლობაში. ნებისმიერი გლობალური გამოცდილება, რომელიც შემოდის ამა თუ იმ გეოგრაფიაში, ხო? დავიწყოთ აი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით თუნდაც, ხო? სადაც მათ შორის გლობალური კომპანიები ძალიან ასე საშეღავათო პირობებში ოპერირებენ, ხო? აი ხშირად მომისმენია და პოლემიკაც მქონია ამასთან დაკავშირებით, რომ აი მე საქართველოს რა რჩება, ხო? ცოდნა და გამოცდილება. შეიძლება რაღაც მიზერული საკომისიო რჩება ამ შემთხვევაში ქვეყანას, მაგრამ რეალურად რჩება ცოდნა ვიმუშაოთ ინდუსტრიასთან. ცოდნა ვიმუშაოთ ტექნოლოგიასთან. რას უტოვებს კომპანიას გლობალური ქვეყანას გლობალური კომპანიის შემოსვლა. ანალოგიურად ცოდნას და გამოცდილებას, იმიტომ რომ ეხა მაყურებელი ასევე ხედავს ვიზუალიზაციას ჩვენი საუბრის პარალელურად იმ ფანტასტიკური ინვენტარის, რომელიც შოურუმში არის მოწყობილი, ხო? და ამ ყველაფერს რა ჭირდება? ალღოს აღება ჭირდება. რეალურად როგორ მუშაობს რობოტიზებული ტექნიკა, როგორ მუშაობს ის ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც გერმანიაში არის შექმნილი და მას ალტერნატივა არ აქვს სოფლიოში, ხო? შესაბამისად, ამას რა ჭირდება? ამას ჭირდება ადამიანური კაპიტალი. შენ ენაზე ვიტყვი დავესესხები შენს, ესე ვთქვათ, შესატყვის დისციპლინირებული ადამიანური კაპიტალი, რომელმაც ამ ყველაფერს ალღო უნდა აუღოს და მე პრაქტიკაში გააკეთოს ამის იმპლემენტირება. რა ასწავლა კერხერმა ქართულ ბაზარს? მე ვფიქრობ, რომ ასწავლა თუ როგორ უნდა დამეგობრდეს ახალ ტექნოლოგიასთან. ანუ რას გულისხმობ ამით? იმიტომ რომ დღეს საქართველოს მოსახლეობამ მე ვიტყოდი თითქმის უკვე უმრავლესობამ გაიგო რომ კერხერი მხოლოდ მაღალი წნევის აპარატი და ტექნიკა არ არის. ანუ კერხერი არ ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ წნევასთან, ანუ გავრეცხე მანქანა და კერხერი კარგია, რა თქმა უნდა, ამით დაიწყო ალფრედ კერხერმა საქმიანობა, თუმცა დღეს 3000-ზე მეტი ტექნიკა აქვს კერხერს. არ საუბრობ აქსესუარებზე და არ საუბრობ სადარიგო ნაწილებზე. იქ 10000-ობით და 100000-ობით სადარიგო ნაწილი არის. მე ვსაუბრობ უშუალოდ ტექნიკაზე, ანუ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და არა მხოლოდ აქ არის აუცილებლად გასამეჯნიერო საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთია და კომერციული, ანუ პროფესიონალური მიმართულება მეორე. 3000-ზე მეტი ტექნიკა არის დღეს მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი კერხერის მიერ. ანუ ზუსტადად წარმომადგენლობა მაგას გულისხმობს თავშივე, რომ ამ ტექნიკის პოპულარიზაცია მოახდინოს, ამ ტექნოლოგიის ფაქტიურად ასე დავარქმევდი, იმიტომ რომ ამის ცნობადობის გაზრდა და ამ ყველაფრის მიტანა მომხმარებელთან მთელი რიგი პასუხისმგებლობა და მთელი რიგი ფინანსურ რესურსთან არის დამოკიდებული. ეს ძალიან კარგად გამოგვდის, რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებელთან ერთად. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ დიასახლის უნდა გაუმარტივოს ყოველდღიურობა და ბიზნესს უნდა გაუმარტივოს ყოველდღიურობა და დაჭირდეს ნაკლები რესურსის ჩადება, ვფიქრობ, ადამიანური კუთხით და ფინანსური კუთხითაც და ამ პასუხისმგებლობას იღებს კერხერი. მიხვდით ხო? ანუ რობოტიკა ახსენე, სანდრო და აქ ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს, რომ იყოს გერმანიაში შექმნილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველა რობოტი გერმანიაში შექმნილი, პროფესიონალზე მაქვს საუბარი და ინოვაციურად, ანუ პროგრამულადაც გერმანიიდან არის საპორტი ყოველდღიურ რეჟიმში, იმიტომ რომ ეს ინტერნეტშია ჩართული და არის უჭკვიანესი, რომელიც updates და upgrades გადის გერმანიის გუნდიდან. ასე რომ აი ამის დემონსტრირებას ხდება ჩვენი გუნდის მიერ და მოხმარებელი არ აქვს ამას კიდევ ვიძახი ბიზნესია თუ საყოფაცხოვრებო მიმართულებით მის მხარდაჭერას და მის ნოუ-ჰაუს კარგად იღებს და სწავლობს. და რაც მთავარია ის ძალიან მოსწონს. ის ძალიან მოწონს. ძალიან საინტერესო პასუხი არის. საინტერესო შესატყვისები ჯერ კიდე წინ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ინტერვიუ გრძელდება. მოდი პატარა სარეკლამო პაუზა გამოვა. ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან საუბარს. ძალიან კარგი ქვეთავები გვაქვს დარჩენილი ჩვენს დიალოგში, ასე რომ დარჩით ჩვენთან. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას.
გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ბრუნდებით, პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვება, საინტერესო წინა ეპიზოდი გამოგვივიდა და არანაკლებ საინტერესო მორიგი ეპიზოდი გველის. ბატონ ნიკოლოზ ბათირაშვილთან ერთად ვართ და საუბრობთ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე. ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ გამარჯობა, მადლობა კიდევ ერთხელ მასმინძლობისთვის და ეხლა ჩვენ ვახსენეთ ის ტექნოლოგია, რომელიც იწარმოება გერმანიაში. და ანუ ახლა გერმანიის ინდუსტრიული ხაზი და მისი უპირატესობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახლა ეს ფაქტია, მოცემულობაა და აქ ახლა ყოველგვარი რევერანსების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საუკუნეების განმავლობაში გამყარებული გამოცდილებაა, ხო? მაგრამ მსოფლიო ბოლო პერიოდში, ხო? აქ მინდა მაინტერესებს შენი მოსაზრება ძალიან. მსოფლიო ბოლო პერიოდში და ეს ყველა ინდუსტრიას ეხება აბსოლუტურად. ცოტა ტურბულენციაში შეიყვანა იმ აღზევებამ, რასაც აზიური დრაკონი ქვია. ჩინეთზე მაგ საუბარი. აი ხა მე მაინტერესებს ესეთი მომენტი. აი ავტოინდუსტრიაში ხედავთ გარკვეულ წიაღსვლებს და ხედავთ ტურბულენციებსაც. როდესაც ფაქტიურად ჩინური ავტოწარმოების ასეთ სიტყვასაც ყოფას გავაკეთებ, სუნთქვა უკვე კეფაში სცემთ გერმანელ და არა მარტო გერმანელ ავტომწარმოებლებს, ხო? აი თქვენს ინდუსტრიაში როგორ არის და აი თვითონ როგორ უყურებს გერმანია ჩინური ბაზრის აღმავალ ტენდენციებს? მადლობა კითხვისთვის. ველოდი ნამდვილად სანდრო, შენგან განსაკუთრებით ამ კითხვას. მინდა გითხრათ, რომ დასაფიქრებელი არის, მოგეხსენებათ ახლა ჩვენი კომპანია ვერ იქნება ერთადერთი, რომელიც იტყვის, რომ არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივი უხარისხო პროდუქცია, ასე შემდეგ. არა, ნამდვილად დასაფიქრებელია და ეს მოითხოვს ძალიან ბევრ ღრმა ანალიზს, თუ სად არის ზღვარი და სად შეგვიძლია რომ კონკურენცია გაუწიოს კერხერმა ამა თუ იმ ჩინურ წარმოებას, რომელიც არაერთი კონკურენტი გამოგვიჩნდა, მინდა გითხრა ბოლო წლებში განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო მიმართულებით. მოგეხსენებათ, ბევრი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ბევრსაც სასამართლოში ჰქონდა დავა, პირდაპირ დაგვაკოპირა ფერში, ფორმაში და ტექნოლოგიებში, ასე რომ ეს ჯერ კიდევ უჭირს ჩინეთს, რომ შექმნას თავისი ინოვაციური დიზაინი, ასე რომ ვთქვათ, რომ არ დააკოპიროს სხვა. მაგრამ ფაქტი არის, რომ მოგვიწია ჩვენ სტრატეგიის შეცვლა ფასის კუთხითაც და მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში წარმოებები ფაქტიურად გადადის სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ვერ უმკლავდებით მის თვითღირებულების დაწევას. ანუ გერმანიაში თუ არის წარმოებული ჩვენი ტექნიკა, ეს პირდაპირ ასოცირდება თვითღირებულება არის მაღალი. მაღალი, ну ლოგიკურადაც. ამიტომ ეს მხოლოდ არ განაპირობებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში არის მაღალი კონკურენცია. არა, ეს ზოგადად მსოფლიოში არის, თვითონ ისე გაძვირდა გერმანიაში წარმოება, რომ უნდათ თუ არ უნდათ, უნდა გახადონ დივერსიფიცირებული, უნდა გავიდნენ სხვა ბაზრებზე. ასე რომ ჩვენ ჩინეთში შევიძინეთ ჰექტრობით მიწა და უმეტესი წარმოება გადადის ჩინეთში, ვიეტნამში, ეხლა რიგაში გადავიტანით გერმანიიდან ბიზნესის, პროფესიონალი ბიზნესის ერთიანი საამქრო, რომელიც აწარმოებს მუნიციპალური ტექნიკას, აწარმოებს დიდ სამრეცხაო პორტალებს და ასე შემდეგ. იქ შევიძინეთ სხვა კომპანია და ცდილობს, რომ მაქსიმალურად
მხოლოდ ეს დიზაინი შექმნა ეს R&D დეპარტამენტი იყოს გერმანიაში თავიდან ბოლომდე. ასე რომ რაც შეეხება თვითონ ჩინეთის გავლენას, ეს გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე უდაოდ. ვსწავლობთ და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად კონკურენცია გავუწიოთ და მინდა გითხრათ რომ არც ისე ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ ჩინეთმა გერმანიისგან შეიძინა 1000 ცალი ავტო პორტალი. ანუ სადაც მანქანა ირიცხება ჯაგრისებიან პორტალში. წარმოიდგინეთ, ახლა პირდაპირ პასუხი არის იმაზე, რომ ჩინურ წარმოებას არენდო ამ მიმართულებით, ამ მიმართულებაზე მაქვს საუბარი საყოფაცხოვრებოზე არა, რა თქმა უნდა, და გერმანიიდან შეიძინა 4 წლის განმავლობაში უნდა მივაწოდოთ ამდენი რაოდენობა ავტოპორტალები. რაც იმას ნიშნავს, რომ კერხერი თავის სათქმელს ამბობს მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ზედმიწევრით სწავლობს კონკურენტებსაც თუ სად არიან ძლიერები, რით არიან ძლიერები და რა ნოუ-ჰაუ აქვთ მათ. ეს ლოგიკურიც არის და ეხლა ეგ ძალიან საგულისხმოა, რაც ახსენეთ, თუნდაც იგივე ჩინეთთან მიმართებაში, ხო, იგივე შეძენა ინდუსტრიებისთვის მიწების დივერსიფიცირებად ზოგადად. იცი რა მაინტერესებს? აქ ბევრი რამე ჩვენც სასწავლი გვაქვს. აი პროტექციონიზმი ევროპულად თქვა არ ვიტყვი, გერმანულად უფრო, იმიტომ რომ გერმანელებს პროტექციონიზმის ძალიან ესეთი ძელვადიანი ფილოსოფია აქვთ, ხო? და პროტექციონი, აი როცა ვახსენებ ხოლმე სიტყვა პროტექციონიზმს, აი რატომღაც ყველას აქვს აი რაღაცა მომენტალურად ნეგატიური ღილაკი ერთვებათ, რომ აი როგორ არ შეიძლება გერმანიას და ევროპას ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მათ შორის ახლა პროტექციონისტული კულტურა სისხლში აქვთ გამჯდარი, იმიტომ რომ ისინი უპირველეს ყოვლისა წინარე პლანზე აყენებენ საკუთარ კომპანიებს, ხო? და აი მაგიტომ მინდა რომ აი ეს დღევანდელი ეს ჩვენი დიალოგი, ეს ნაწილი კონკრეტულად იყოს მათ შორის საგანმანათლებლო ჩვენი ეკოსისტემისთვის, აი ჩვენს ხვალდაზე როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ პროდუქციაზე, როგორ უნდა გავალოთ პროტექციონისტული კომპონენტები და ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს როგორ გამოიყურება პროტექციონიზმი გერმანულად. მე ხა ამ შემთხვევაში კერხერს თან გულისხმობ, თან არ გულისხმობ, იმიტომ რომ კერხერი არის ბრენდი, რომელიც არც გლობალური ეკონომიკის, არც გლობალიზაციის, არც ჩინური ბაზრის აღზევების პრიზმაში და პირობებში არ დაიკარგება. არამედ დაიკარგება, რაც ახსენე, ხო, ეხლა ჩინეთმა დანადგარები შეიძინა აქეთ და არამედ რეალურად თავარი მიმწოდებელიც არის, არამედ თუ დაკარგვაზეა საუბარი, ხო, მაგრამ ზოგადად ეხლა ჩვენ გვაქვს ბევრი პრეცედენტი, იგივე აი გერმანული ბრენდი Volkswagen-ი მაგალითად, რომელიც გამახსენდა თუნდაც Bosch-ი მაგალითად თუნდაც და ასე შემდეგ, რომლებსაც აქვთ დღეს ეს გამოწვევები. შესაბამისად, აი მე მინდა ერთგვარად აი რეცეპტის დავსახოთ, აი როგორია ბიზნეს პროტექციონიზმი გერმანულად. პირველი რომ კონკურენცია კარგია. ეს ხალხია. ეგ ფაქტი არის, რომ გვანვითარებს და ჩვენს ბევრი რამე რომ გვეგონა რომ ეს მუდამ ასე იქნებოდა, ასე არ არის. ასე არის. ხო, კარგია და ჩვენს მოგვიწია გადახედვა იმ პროცესების, მოგვიწია გადახედვა იმ ტექნოლოგიების, რომ აუცილებელია განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა განვითარდება. ამიტომ ეს მიდგომა აქვთ, რომ კარგია კონკურენცია არის, მაგრამ ბევრი დრო არ დავხარჯოთ ამაზე ფიქრით. მოდი ჩვენ გავხდეთ უფრო პროდუქტიულები, უფრო მეტად სწრაფები და არ დავხარჯოთ დრო ძალიან ბევრ დაგეგმარებაში. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აი ვახსენე და დისციპლინა როგორც კარგია ეს დისციპლინა, ეს დროში გაწელილი არის და აქვს თავისი ვადები და ძალიან დიდი ხანი უნდება ამა თუ იმ პროდუქტის დალონჩებას. ანუ ამ შექმნას თავიდან ბოლომდე. მაშინ როცა ჩინეთი სულ რამოდენიმე თვეში შეუძლია რომ ახალი პროდუქტის შექმნას და გამოუშვას თავის დიზაინით. ასე რომ ეს კარგია, ჩვენს გვაფხიზლებს და ტონუსში მოვყავართ იმისთვის, რომ სწრაფად შევქმნათ ახალი ინოვაციური პროდუქტები. მაგრამ რაც შეეხება თვითონ გერმანულ ამ ფილოსოფიას და პროტექციონიზმს, ეს როგორც თქვით, ბავშვობიდანვე აქვს და კი ბოლომდე დაიცავენ და აი Volkswagen-ი ვახსენეთ, Volkswagen-მა რაქნა იმისთვის რომ კრიზისი დაძლიოს, დივერსიფიცირებას აკეთებს. ჩინეთში აწყობს უკვე Volkswagen-ს და სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ მაქსიმალურად კონკურენცია გაუწიოს და თუნდაც ჩინელი ინჟინერია იყვანოს, ის ბრენდს მაინც გაიტანს ბოლომდე და დაიცავს. იგივე Mercedes-ი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თავიდანვე აქვთ და ჩვენს
ასე ვუფრთხილდებით ბრენდს, ასე ვუყურებთ, რომ დიდი დრო არ დავხარჯოთ კონკურენციაზე და მათ ანალიზზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ, მაგრამ მოქმედებთ ჩვენი ბრენდის განვითარებაზე, რომ ჩვენმა ბრენდმა ყოველწლიურად უნდა შესთავაზოს მოხმარებელს ახალი ინოვაციური ნაირ-ნაირი ტექნოლოგია, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებით აღწევს თავს, წარმატებით მუშაობს და წარმატებით იმკვიდრებს თავის ადგილს სოფლიო მასშტაბით. და მათ შორის საქართველოში მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველწლიურად არაერთი ტექნიკა შემოგვაქვს საქართველოს ბაზარზე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებით იღებს ამას მოსახლეობა. მადლობა, აიძულეთ მაგმართულებით ვაპირებდი ხა წასვლას, უკვე საქართველოს ბაზრის კონიუნქტურაზე გადავიდით და აქ ეხა მოდი ორი ნაწილად დავხატო, მე შეგნებულად ვახსენე წინა კითხვაში საკითხი პროტექციონიზმი და პროტექციონიზმი არ ეხება მარტო made in Georgia-ს, ესე ვთქვათ, მხარდაჭერას, რა თქმა უნდა ეხება, მაგრამ აქ მე მოვიაზრებ მათ შორის იმ გლობალურ კომპანიებს, იმ თავითვე კერხერს, რომლებიც მოტივირებულნი არიან, აგერ კერხერი უკვე მე-11 წელია, მოტივირებულია რომ საქართველოში დატოვოს ცოდნა, გამოცდილება, ხარისხი, კლასიფიკაცია და ბევრი სხვა სიკეთე. რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრისთვის. მაშინ და მე მაინტერესებს ახლა დღეს. საქართველოში მადლობა ღმერთს დღეს ძალიან ბევრი გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა არის და ამით მხოლოდ ვამაყობთ. და მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ რეგიონში კი არა, სოფლიოს მასშტაბითაც მე ბევრ ქვეყანაში ყოფილი ვარ და ამდენი გლობალური ბრენდი, რაც საქართველოში არის წარმოდგენილი, ერთი Starbucks-ი აქვს და ეგეც ხავს უკვე. ეს ძალიან მაგარია. მაგრამ სტუმარს ჭალებში ამ პირდაპირ მნიშვნელობით. კარგი მასპინძლებით ჭირდება, ხო? და მე მინდა ახლა მე იმას კი აპრიორში გეორიძახე, რომ ცუდი მასპინძლები ვარ. ცუდი მასპინძლები რო ვიყოთ, ამდენი გლობალური ბრენდი არ გვეყოლებოდა, ხო? შესანიშნავი მასპინძლები ვართ. უბრალოდ რა ჭირდება დღეს ლოკალურ ბაზარზე საქართველოში გლობალური ბრენდის პოზიციონირებას. ორ ნაწილად დავყოფ შენი ნებართვით ამ კითხვას. პირველი ბაზრის ქცევაა უზენაესი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ამაში რა თქმა უნდა მსყიდველობით უნარიანობა უნდა შეგვიწყოს ხელი, რა თუ არა ამ ფაქტორმა, რომ ვიყიდოთ ხარისხიანი. და აქ ფაქტია და ეს მოცემულობა, ამიტომაც გლობალური ბრენდის მასტიმულირებელი თვითონ მოსახლეობა. ნებისმიერ შემთხვევაში და ჩემი კითხვის პირველი ნაწილი ზუსტად ეს იქნება, გავიზარდეთ თუ არა და ვისწავლეთ თუ არა ხარისხში ფულის გადახდა. ეს ერთი. და მეორე ნაწილი ჩემი კითხვის. ეს უკვე პროტექციონიზმის გაგრძელება არის. აი ხა მაგალითად არის ბევრი მე პირადად მსმენია ბევრი გლობალური კომპანიის წარმომადგენლობისგან, რომ აი მაგალითად შავი ბაზარი მე მიშლის განვითარებაში ხელს. დემპინგური მიდგომები სატარიფო კუთხით მე მიშლის განვითარებაში ხელს. ბევრი სხვა ფაქტორი არის, ხო, აღარ მოვყვები ხა, უბრალოდ ამ ორ საკითხზე კონცენტრირები. ეს გამოწვევები და ეს პრობლემები პირდაპირ ვიტყვი. რამდენად დგას დღეს კერხერ საქართველოს წინაშე და რამდენად არის ეს დღეს დიდი პრობლემა და ხელგვეწიფება თუ არა ამავდროულად ამ საკითხების გადაჭრა. კი ბატონო, პირველი, ბევრი ბრენდი რო არის საქართველოში წარმოდგენილი, ეს არის ძალიან კარგი. ღია ბაზარი ვარ და ეს არის მისასალმები, რომ საქართველო არის ღია ბაზარი. ნებისმიერი ბრენდი შეიძლება შემოვიდეს, ან ნებისმიერი ადამიანი გახდეს დილერი ნებისმიერი ბრენდის, ვფიქრობ. და ეს არის ძალიან კარგი. ჩვენ ეს არ გვადარდებს, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენი პოზიცია გვაქვს, ჩვენი გულანთებული მოხმარებელი ერთი სული აქვს ახალი პროდუქცია შეიქმნას და ჩვენ ამის ბევრი მოხმარებელი გვყავს და მიესალმება კერხერის ფილოსოფიას და თავის ბრენდს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ დიდად არ გვიქმნის პრობლემას, რომ სხვა ბრენდი არის პირიქით. მივესალმებით შემოვიდეს, რომ უფრო ნახავს განსხვავებას მოხმარებელი. ეს არის მთავარი. და ამისთვის ჩვენ გვეხმარება რეგიონში გაშლა, ჩვენი სტრატეგია, ჩვენი წარმომადგენლობა რეგიონებში და ნახვა ფიზიკურად. და ეს ხო მარტო ონლაინ სივრცე არ ხო ფიზიკურად ნახავს განსხვავებას და ფიზიკურად ადარებს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა განათლდა იმ კუთხით, რომ აქვს დომა ძალიან მარტივად შეადაროს ფასი, ხარისხი და მიიღოს უკავშირი თუნდაც იგივე მოხმარებლისგან, რომ
გამოსცადა თუ არა ეს ტექნიკა და უწევს თუ არა რეკომენდაციას. ეხლა რაც შეეხება კითხვის ნაწილს, სანდრო, პირველი რომ ქვეყანაში გჭირდება მშვიდობა. ეს არის დაუწერელი ამბავი, ბიზნესს ჭირდება დოვლათის შექმნას, ჭირდება ქვეყანაში დოვლათის შექმნას პირველ რიგში მშვიდობა. და მოგეხსენებათ ახლა პოლიტიკურად არ გვინდა ამის შეფასება, საქართველოში ამას მე მგონი ბავშვიც ხვდება რომ მშვიდობა რომ არის და არის გარემო შექმნილი, ბუნებრივია იქნება დოვლათი. პირველი მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი, დღეს მოხმარებელი ხარჯავს თუ არა წყიდველთუნარიანობის კუთხით, ხო? მინდა გითხრა რომ კი. იმიტომ რომ ნამდვილად ურჩევნია ხარისხში გადაიხადოს მოხმარებელმა და არა იაფ ვარიანტში. ამას საუბრობ არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონები გვაქვს, წარმომადგენლობა გვაქვს იქ და ვზომავთ, ხო? მე არ საუბრობს ვიღაცის მიერ დაწერილს. ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა, სადაც არის ჩვენი ცენტრი, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ წყიდველთუნარიანობა, ანუ ის average basket-ი, რაცაც არის საზომი, ჩვენ იმას ვხედავთ, რომ გაზრდილი არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარებელი მზად არის, რომ გადაიხადოს შედარებით ძვირი და იყიდოს ხარისხიანი. მეორე ნაწილში კითხვისა შავი ბაზარი ჩვენ ხელს არ გვიშლის, მაქსიმალურად ვუყურებთ. რა თქმა უნდა არის იქ სადღაც შეაკეთა ჩვენი ტექნიკა, სადღაც ვიღაცამ რაღაც შემოიტანა, მაგრამ არა. მაქსიმალურად ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ ჩვენ ვიზახით border crossing-ი, ანუ საზღვრის კვეთებით მეზობელი ქვეყნიდან ხომ არ შემოიტანა. ქონია რაღაც кейსები, თუმცა არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, ჩვენ ოფიციალურად ვაცნობებთ, რომ სადღაც შავ ბაზარზე რაღაც, მაგრამ იქაც ხო ხდებით ისე მოხმარებელი არის თვითონვე ალარტი, რომ ჩვენ გვაცნობოს, რომ იქ გარანტია არ არის. იქ ის მომსახურებები არის. ჩვენ გვაქვს საქართველოში იმის პრეფერენციები, რომ აი რეალურად ვიყოთ არბიტრები, რომ არ მოხდეს ელემენტარულად თუნდაც დემპინგური ფასების ფორმირება, არალიცენზირებული პროდუქციის შემოდინება და ასე შემდეგ. აი ჩვენი მარეგულირებლები უშუალოდ აი რამდენად არიან თვითონ მოწოდების სიმაღლეზე. მე ვფიქრობ, რომ არიან, იმიტომ კონკურენციის სააგენტო საკმაოდ აქტიურად მუშაობს, საკმაოდ კარგად იცავს ადამიანის უფლებებს, მოხმარებლის უფლებებს და ჩვენც ქონია რამოდენიმე кейსი, რაღაც გაუგებრობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, სახელმწიფოს ეს ჭირდება. ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ მოხმარების უფლებები იყოს დაცული, ბიზნესის ომბუდსმენები და ასე შემდეგ, ხო, დღეს შეიძლება ესეთი აქტიურები, მაგრამ ბიზნესი თვითონ არ რეგულირებს, ბაზარი არ რეგულირებს, თვითონ კონკურენციას ბაზარი არ რეგულირებს, თვითონ ქცევას და ასე შემდეგ. მე ძალიან მომწონს, რომ ღია ბაზარი არის, აი ისევ იქ მივდივართ და ყველას აქვს თავისი ადგილი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო. ხო, ეხლა ხელში მეორე ფილოსოფია მოვიმარჯვე. ცოტა გავალაითოთ ჩვენი საუბარი, თუმცა არც დაგვიმძიმებია, ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო თუ თემებზე გაუსვით ხაზი. ხო, ეხლა მოდი ამის შესახებ გვიამბე. კი ბატონო, ეს არის ახალი ვარიანტი ამ ღირებულების, რომელიც 2016 წელს მე როცა დავინიშნე ამ კომპანიაში ეს გადმომეცა. ანუ ეს ღირებულება იყო, რომელიც შემდეგ 10 წლის შემდეგ დააპგრეიდდა, ასე რომ ვთქვათ, და შეიქმნა ანალოგი ღირებულებების. ანუ ფაქტიურად ფილოსოფია იგივეა, მაგრამ wording-ი შეიცვალა, ანუ სიტყვები შეიცვალა, რომელიც არის ეს ნდობა, ანუ შუაში არის ჩვენ ვართ კერხერი, ანუ ყვითელი სისხლი, რომელიც ამოძრავებს. ხო, სადაც არის მოცემული, რომ უნდა ვიყოთ ვენდობოდეთ ნდობაზე აშენებული კომპანია, პასუხისმგებლობა, ის გამბედაობა, ასე შემდეგ, რომელიც აღარ გვიმშვენებს და გამოკრულია ყველგანის ქართულადაც და ინგლისურადაც. თუ შეიძლება პატარა ცუდ პოლიციელურ ჩანართს გავაკეთებ, მაყურებელმა არ გაიგოს, დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ცუდად არ გაიგოს, ეს მეტალის კონსტრუქცია, ეს პლასმასის კონსტრუქცია და თაღები ხო. არადაი მნიშვნელობა არ აქვს. არადაი მნიშვნელობა არ აქვს. მატერიას, ხო, აქ საუბარი არის სიტყვებზე, სიტყვების წყობაზე და რა შინაარსის მატარებელი არის თითოეული სიტყვა, ხო? ეს მხოლოდ დაწერილი არ არის, სანდრო, მართლა, ეს არის ჩვენში ფილოსოფია არის და ეს ამის მატარებლები ვართ თითოეული ჩვენოგანი. თუ ეს არ დავინახეთ ადამიანში, აი კომპანიაში წარმოიდგინეთ, სანდრო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს job description-ი.
ანუ აღწერილობა, რომ შენ ამაზე ხარ პასუხისმგებელი და მორჩა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვსვავთ ადამიანებს ყუთში. ადამიანი თუ თანამშრომელი, ხო, თანამშრომელი შენ თუ ყუთში ჩასვიდა ის შეუკარი და უთხარი, რომ შენ ეს გევალება მხოლოდ და მეტი არაფერი ვერ განვითარდება. აი ამაზე კითხავ ხა ეს არ არის თავისუფალი. ან თავისუფალ გარემოში ვარ და თავისუფალ გარემოში იბადება საოცარი იდეა. და საოცარი იდეები დაბადებული გაგვიხორცელებია და ამით ვამაყობთ. აი ძალიან მაგარ საკითხს მიადექი ხა მადლობა ასევე ამ საკითხზე პედალირებისთვის. მოდი ზოგადად ადამიანური რესურსის მართვაზე წავუყანოთ ეხლა ჩვენი საუბარი. ჩვენს ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მახსოვს დარბაზის რეაქცია. ესე იგი სიტყვით გამოსვლელი იყო ბატონი ნიკოლოზი პანელურ დისკუსიაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად მაშინ ISO სერტიფიცირების საკითხზე ჰქონდა ძალიან საინტერესო მსჯელობა და ბატონმა ნიკოლოზმა ახსენა მაშინ ეგეთი რაღაცა რომ ანუ რეალურად აქვს სპეციფიური მიდგომები ოფისში, შიდა კორპორატიულ სტრუქტურაში ხო შეიძლება რომ ეს გავაჟღეროთ შიდა კორპორატიულ საიდუმლოებას იმედი არ გავარხევ და ესე იგი ოფისში არის PlayStation-ი სათამაშო სივრცე და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ აი თანამშრომლმა თავი იგრძნოს როგორც სახლში. PlayStation-ი რო ახსენე, მე მახსოვს მაშინ დარბაზის რეაქცია. ცოტა არაერთგვარ უნდა აღიქვა დარბაზმა, რა, იმიტომ რომ ზოგისთვის ეს იყო აღფრთოვანების საგანი, ძალიან მცირე ნაწილისთვის ამასაც ხაზს გაუსვავ, უმეტესობამ ეს ყველაფერი ვერ გაიგო. სათანადოდ სადღაც მეც ვერ გავიქე იმ კონკრეტულ მომენტში, ხო? იმიტომ რომ ჩემთვისაც ეხლა ხო, ანუ აი ჩემთვის ზუსტად ამ მეც დისციპლინას მივყვები ცალსახად და აი ჩემთვისაც პირობითად აი ჩემი თანამშრომლებისთვის აი წარმოუდგენელია რომ აი ოფისში მაგალითად PlayStation-ი იყოს, ხო? აი ჩემს პირობითად თავიდან წარმოუდგენელი, მაგრამ მე რო ეს ყველაფერი დააკონკრეტე და ძალიან ხატოვნად და კარგად ახსენი, ხო? აი მე უკვე ჩავწვდი ამ ფილოსოფიას. მაშინ და მე აი პატარა პრეისტორით, რომელიც მოვყევი, აი მინდა კითხო შენეული უპირველეს ყოვლისა და შემდეგვე კომპანიის მიდგომები, ერთიანი ფილოსოფია, ზოგადად ადამიანური კაპიტალის მართვასთან დაკავშირებით. მადლობა სანდრო, კი ნამდვილად PlayStation-ის გარდა კიდე გვაქვს ჩვენ ფეხბურთის სათამაშო მაგიდაც და ტენისის და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თანამშრომელი იმდენად ძვირფასია, რომ მან თავი უნდა იგრძნოს კომფორტულად, თავი უნდა იგრძნოს იმ სახლში და უნდა უნდოდეს მოსვლა. რა თქმა უნდა, აქ PlayStation-ი კონდეს და აქ კოლეგა არ ელაპარაკებოდეს, ეგ ყოლად მიუღებელი. ამიტომ ამაზე დგას ჩვენი კომპანია ზუსტად რომ ერთ სივრცეში ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ და ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ერთად რომ ეს ფილოსოფია, ეს ერთად ყოფნა უნდა იყოს სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო და რა თქმა უნდა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ დასახული მიზანი ეს პროექტები იქნება თუ ახალი პროდუქტების წარდგენა ბაზარზე უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს, იმიტომ რომ უნდა უხაროდეს მას სამსახურში მოსვლა, მასზე დგას კომპანია, თვითონ თანამშრომელზეა საუბარი და მისი мотиваციის გარეშე, მისი კარგად ყოფნის გარეშე, მისი ამ ანთების გარეშე გამორიცხული არის, ანუ მუხტის გარეშე, იმიტომ რომ ეს ადამიანი აქ ყოფნით უნდა იმუხტებოდეს, ხო ხდებით? ჩვენ ყველას გვჭირდება ეს მუხტი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, გარემო არის ისეთი, რომ ყველგან სადღაც რაღაც დამბლელია, ეს ხმაური, ეს რაღაც საცობი, ქაოსი და ასე შემდეგ, ადამიანი უნდა იმუხტებოდეს. აქ ყოფნით, რომ დაებადოს იდეა, გავიდეს მოტივირებული, აჩვენოს ის ჩვენი ახალი ინოვაციური პროდუქტი მოხმარებელს. ამიტომ ეს არის ერთადერთი ნაწილი, ფიქრობთ, რომ სადღაც კომპანია შეუძლია რომ ინვესტირება მოახდინოს, იმიტომ რომ ამას ყველა ვარიანტში კონტრიბუცია ექნება. რა თქმა უნდა. ანუ ეს ფილოსოფია გვაქვს და მინდა გითხრა რომ ამართლებს, ძალიან მოსწონთ და მეც პირადად თამაშობ ხოლმე მათთან ერთად თუ გვაქვს დრო. რატომაც არა, იმიტომ რომ აქ იცით რა არის, საზომის ჩვენ თუ გვაქვს დისციპლინირებული და KPI-ები არის თანხმედრაში. მინდა გითხრათ რომ არის ფიქრობთ რომ რაღაც ახლა გამოურთველი არის PlayStation. არა. არის და უკვე ფსიქოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მისი მასთან ურთიერთობის, მაგრამ საქმესთან ერთად გართობაც. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მინდა გითხრათ რომ
ძალიან წარმატებით, ძალიან კარგად უმკლავდებით ამ ყველაფერს და ჩვენს თანამშრომელს უხარია სამსახურში მოსვლა. ძალიან კარგი გულწრფელი დიალოგი გამოგვივიდა. ზუსტად შევასრულეთ 1 საათიანი პროტოკოლი. დიდი სიამოვნებით გადავაჭარბებდი კიდე და ვისაუბრებდი შენთან ძალიან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე, თან მით უმეტეს სასაუბრო ბევრი გვაქვს. კი ბატონო. დავტოვოთ ამისთვის ჩვენი სხვა ფორმატებიც. დარწმუნებული ვარ, რომ შენობით ბიზნესის მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ და აუდიტორიამ აი ამ საქმეან 1 საათით ძალიან ისიამოვნა და მართლა ღირებული საუბარი გამოგვივიდა და საგანმანათლებლოც, რაც ყველაზე მთავარი არის. მინდა წარმატებები გისურვო, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები, მალე შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში და არა მარტო. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ ბათირაშვილს საინტერესო საუბრისთვის. ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან კი მორიგ შაბათამდე გემშვიდობებას. დროებით. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი